ინციდენტი დინამო არენაზე საქართველოს ირლანდიის მატჩის დაწყებამდე 20 წუთით ადრე ახალგაზრდა მამაკაცის სამართალდამცველებმა სცემეს. ის მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილს გაარიდეს. დაზარალებული სამართალდამცველებმა ცემის შემდეგ დააკავეს ინციდენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია და საქმე სამართალდამცველების წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის აღძრული. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თამაშდა დაწყებამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე სტადიონზე მეორე იარუსის შესასვლელთან, ერთ-ერთ შესასვლელთან, ანუ ეს ხო ისეთი ადგილი, რომელიც სტადიონიდან არ ჩანდა, ანუ სტადიონის შიგნით პერიმეტრზე. როცა უახლოვდებოდით ამ შესასვლელს, სწორედ მაშინ მოხდა, დავინახეთ, რომ პოლიციელები, რამდენი პოლიციელი იყო, რომელიც კიდეზე იდგნენ. ეს ის მათგანმა დაარტყა მოქალაქეს, რომელსაც შეჭირა არასრულწლოვანი, მცირეწლოვანი ბავშვი. ყველაზე ერთ ტიპურ პასუხს გაგცემთ, რომ ეს არის გენინსპექციის მოკვლევის საგანი, თუ ქონდა და აქამდეც ყოველთვის ამით გამოვირჩევით ჩვენ, რომ სამართალდამცველობის ადგილი ეს იქნება გამოვლენილი და სამართალდამცველიც დასჯილი.